პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მე ვერ გადავხედავ ვერანაირად, რაც შეეხება არსებულ ნაწილს. კი, მაგრამ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ასეთი პასუხი გასცა ოცნების განათლების მინისტრის მოადგილე მედიას თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების შესახებ დასმულ შეკითხვაზე. მაშინ რას ემსახურება ეს პროცესი? ბოლო 2 დღეა განათლების სამინისტროში სამიზნე უნივერსიტეტების წარმომადგენლებს ხვდებიან. მათ აქ არ წმუნებენ, რომ ჯერ არაფერი გადაწყვეტილა და საბოლოო პოზიციას მათი აზრის გათვალისწინებით ჩამოაყალიბებენ. ამიტომ მინისტრის მოადგილის ის განცხადება დღეს მოულოდნელი აღმოჩნდა ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლებისთვისა და სტუდენტებისთვის. გარდა იმისა, რომ ეს არის ძალიან ესეთი ღირსების შემლახველი და უსამართლო გადაწყვეტილება, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის სახელი უნდა გაქრეს სამეცნიერო სივრციდან, გარდა ამისა ეს არის აქ მთელი რიგი ფაკულტეტების შერწყმა, რომელიც იქ დაეჯახება ერთმანეთს და წარმოშობს სრულ გაუგებრობას და ქაოსს. პარლამენტიდან ჩვენ ისეთი განცხადებებიც მოვისმინეთ, რომ თურმე ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს უხარიათ, რომ თესეუს დიპლომს აიღებენ. მე აი ამ ცინიზმზე პასუხი არ მაქვს უბრალოდ. პატივისცემით მოეკიდონ ინსტიტუციას, სადაც თვითონაც აიღეს დოქტორის ხარისხები. თუ ასეთი დასაცინი იყო, ნუ დაიცავდნენ აქ ხარისხებს. ეს არის საოქმო, ასე რომ ვთქვათ, საოქმო ხედრები პროტოკოლში შესატანი, რომ ჩვენ ვესაუბრეთ. რაღა დროს საუბარია, როცა გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ის კი არა, საკანონმდებლო ბაზაც არ არსებობს ამ გაერთიანების თაობაზე და ახლა მსჯელობენ იმაზე, რა ცვლილებები შეიტანონ კანონმდებლობაში, რომ ეს სამართლებრივად გამართული იყო. ჩვენ ველოდებით შეხვედრას მინისტრთან და ალბათ პრემიერ-მინისტრიც შეგხვდება და ისინი არიან გადაწყვეტილების მიმღები და მათგან მოვისმენთ. მე იმედი მაქვს, რომ ისინი ჩვენ მოგვისმენენ. რეჟიმის გადაწყვეტილება სკეპტიკურად აფასებენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც. ტექნიკური უნივერსიტეტის პარალელურად დღეს საჯარო დისკუსია ამ საგანმანათლებლო დაწესებულებაშიც გაიმართა, ვიდრე პროფესორ მასწავლებელთა ნაწილი მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაზე წავიდოდა. ისინი მიიჩნევენ, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლებთან კომუნიკაცია ფასადური და მოჩვენებითია, რადგან გადაწყვეტილება გაერთიანების შესახებ უკვე კარგა ხანია რაც მიღებულია. ამ შეხვედრას არც არასოდეს აზრი არ ჰქონია. ამაზე მე მიმითითებს პროცესი. ანუ პროცესი დაიწყო ისე, რომ ეს გადაწყვეტილება დახურულ კარს მიღმა იყო მიღებული, ყველა რექტორებიდან დაწყებული ჩვენ აკადემიურმა პერსონალმა მით უმეტეს არაფერი არ ვიცოდით. ეს თავისთავად ნათელი იყო, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. თუ კი ჩვენ გვეუბნებიან, რომ გადაწყვეტილება უკვე მიიღეს და მოდით ახლა ვიმსჯელოთ, რაზე უნდა მივსჯელოთ? ანუ გადაწყვეტილების თვალსაზრისით არაფერი შეიცვლება. მეორე, ჩვენ მუდმივად მოგვიწოდებდნენ და დღესაც მოგვიწოდებენ, რომ მივცემთ საკითხს პოლიტიკურ მიმართულებას და უცებ ოფიციალური პირი გვეუბნება, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკურია. ანუ როგორ გავიგოთ? თან ჩვენ მივცემთ ჯერჯერ არ ვაძლევთ, ჩვენ ვაპარაკობთ იმაზე, რა ბედი ელის უნივერსიტეტს მხოლოდ ჩვენსაც კი არა, ან მხოლოდ ტექნიკურ უნივერსიტეტს, საერთოდ საუნივერსიტეტო განათლებას. მედიის კითხვებს თავს არიდებს ჯაბა სამუშია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი დღეს განათლების სამინისტროში მივიდა, თუმცა შენობაში ცენტრალური შესასვლელიდან არ შესულა. ამავე უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ნაწილი კი შეხვედრას მხოლოდ უკმაყოფილების გამოსახატად დაესწრო, რადგან დარწმუნებულები არიან, რომ რეჟიმი მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას მაინც არ შეცვლის. რა თქმა უნდა, უცბად დაისვა საკითხი ორი უძველესი უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ, ამაზე ასევე უცბად პასუხი ორივე უნივერსიტეტში იყო არა. ამის რამდენიმე არგუმენტი არსებობს. ორი 100-წლიანი უნივერსიტეტი არის საქართველოში. ეს არის ისტორია, რომელსაც ესე ერთ ხელის მოსმით თავიდან ვერ მოიცილებ. ამ გაერთიანებას არ გააჩნია არც ფორმალური და არც შინაარსობრივი ლოგიკა. ეს არის არა გაერთიანება, არამედ რაღაც უხეირო შეკოწიწება, რომელიც აუქმებს ერთ უნივერსიტეტს, კერძოდ ტექნიკურ უნივერსიტეტს, ხოლო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აზიანებს.
მომდევნო დღეებში ჯაბა სამუშიას შეხვედრა საკუთარ სტუდენტებთან მოუწევს, რომელიც მედიისთვის დახურული იქნება. თუმცა უკვე ცნობილია, რომ უნივერსიტეტის რექტორი მწვავე კითხვების პირისპირ აღმოჩნდება, რადგან თუ ზოგიერთი პროფესორისთვის ჯერ კიდევ საეჭვოა, სტუდენტებმა რეჟიმის ჩანაფიქრი უკვე გამოიცნეს. ახალგაზრდებმა ზუსტად იციან, რომ გაერთიანების სახელით შეფუთული საქმე სინამდვილეში ერთ-ერთი უნივერსიტეტის გაუქმებას ნიშნავს, რაც თავისთავად გამოიწვევს ახალ კორუფციულ სქემებს, სტუდენტების რაოდენობისა და არჩევანის თავისუფლების შეზღუდვას. სამსახურიდან გაუშვებენ რეჟიმის მიმართ კრიტიკულად განწყობილ პროფესორ-მასწავლებლებსაც. განათლების რეფორმა, რომელიც ორიენტირებულია იმაზე, რომ უნივერსიტეტის კორპუსები ჩაიგდოს ხელში და შემდეგ ეს გაყიდოს, ბიზნეს ცენტრებად გადააქციოს. განათლების რეფორმა, რომელიც შედეგად ისახავს, მიზნად ისახავს იმას, რომ სტუდენტები გაუნათლებლებით დატოვონ, დიპლომის გარეშე დატოვონ და მერე იაფმუშახელად გამოიყენონ და ბოთლების ბერავებად ამუშაონ და ასე შემდეგ, რასაც პირდაპირ იძახიან ქართული ოცნების დეპუტატები და მაღალჩინოსნები. აი ეს განათლების რეფორმა რასაკვირველია, ქართული ახალგაზრდების არჩევანი არ არის. ეს არის ორი ყველაზე განსხვავებული და უდიდესი სისტემა, რომლის შეერთებითაც ძალიან დიდი აღრევა მოხდება, ისევე როგორც განათლებაში, ასევე სხვა სფეროებშიც. აქედან გამომდინარე, გუშინ უნდა ქონდა შეხვედრა ჩვენს რექტორთან, ბატონ ჯაბა სამუშიასთან, თუმცა შეხვედრა არ ჩატარებულა ბოლომდე, მხოლოდ დავითანხმეთ იმაზე, რომ რამდენიმე დღეში უნდა ყოფილიყო საჯარო შეხვედრა, სადაც მოახერხებდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, მასთან საჯარო შეხვედრას, დისკუსიის გამართვას და კითხვების დასმას. რას ფიქრობს ის ამაზე და რატომ არ ეწინააღმდეგება ამ ყველაფერს. ორი უმნიშვნელოვანესი და უმსხვილესი საგანმანათლებლო კერის შერწყმას დღითიდღე უფრო მეტი ადამიანი აპროტესტებს, რადგან იციან, რომ მასლოვანი ისტორიის მქონე უნივერსიტეტების გაერთიანებას სავარაუდოდ მათივე ავტონომია შეეწირება. უკვე ცნობილია, რომ უნივერსიტეტების გაერთიანების ინიციატივას მხარს ქართული ოცნების დეპუტატები დაუჭერენ. განცხადება, რომელიც დღეს უხუცესმა დეპუტატმა ლადო კახაძემ გააკეთა, სავარაუდოდ ქართული ოცნების უმრავლესობის დამოკიდებულებას გამოხატავს. აქ არ იქნება შთანთქმა. ეს არის დიდი ოკეანე ცოდნის, მეცნიერების, განათლების, ეს არის დიდი ოკეანე. ჩვენ გვყავს ორი დიდი ლაინერი. მოხდება ამ ლაინერების სასაგესურის მაგალითად კატამარანი იქნება.